დილამშვიდობის, მოგესალმებით იმედის დილის სტუდიიდან და ვიწყებთ ჩვენს ყოველდღიურ გადაცემას ქართულ მუსიკალურ ფოლკლორზე. დღეს ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავს. ეთნომუსიკის თეატრი მთიები და მისი ხელმძღვანელი ეთნომუსიკოლოგი გიგი გარაყანიძე. ხო გიგი. დილამშვიდობის. დილამშვიდობისა. მიხარია რომ გმასმეძლობ კიდევ ერთხელ. ჩვენ დავპირდით იმედის დილის მაყურებელს რომ კიდევ არაერთ საინტერესო ნიმუშს შევთავაზებდით მთიების შესრულებით. მთიებს თავისი ხელწერა, თავისი მანერა აქვს და ეს არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ დარწმუნებული ვარ, ფართო აუდიტორიისთვის ძალიან მოსაწონი იქნება. დავიწყოთ იმ ნიმუშზე საუბარი, რომელსაც ამდენით წარუდგენთ იმედის დილის მაყურებელს. ეს არის შიდა კახური საჭიდაო. საქმე ის არის, რომ გარე კახური საჭიდაო საკმაოდ პოპულარულია, მისი ვარიანტი ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული, ალბათ ყველა მიცის მაყურებელთა შორის, მაგრამ შიდა კახური საჭიდაო საკმაოდ იშვიათი და ორიგინალური ნიმუში გახლავთ. ამაზე მინდა ვისაუბროთ. მართალი ბრძანდები გავრცელებულია და პოპულარული მეტად გარე კახური საჭიდაო და რატომღაც ეს შიდა კახური საჭიდაო ანსამბლთა რეპერტუარს მიღმა რჩება ხშირად და ჩვენ აი რამდენიმე წლის წინ სწორედ გადავწყვიტეთ ეს ნიმუში აგვეჟღერებინა და გაგვეცოცხლებინა ისე როგორც ეს ყოფაში სრულდებოდა. კონკრეტულად ეს ნიმუში გახლავთ სოფელ შილდაში ჩაწერილი მინდია ჟორდანიას ხელმძღვანელობით ჩატარებულ ექსპედიციის დროს, ეს იყო 62 წელი და აი ამ ნიმუშს ასრულებდნენ ნინია ელოშვილი და გიორგი დელექსიშვილი. მათი შთამომავლები თუ გვისმენენ, ახლა ამ ადამიანთა საამაყოდ შეიძლება ითქვას, რომ შესანიშნავი ნიმუშია და კონკრეტულად ეს სიმღერა სრულდებოდა საინტერესო ვითარებაში, მაგალითად ქორწილის დროს, როდესაც მაყრები მივიდოდნენ, სიძე მივიდოდა დედოფალთან წამოიყვანდნენ, უკვე ტაძრისკენ რომ მიდიოდნენ, წინ გადაეღობებოდნენ მოჭიდავეები და აღარ ატარებდნენ ხოლმე. დაგვეჭიდეთო თუ დაგვამარცხოთ, მაშინ გაგიშვებთ, ისე არაო და მერე იმართება ზუსტად ეს სიმღერა იწყებოდა ამ დროს და დაჭიდებაც ხდებოდა. ნუ ეგ თუ ქონდათ იმედი რომ მოერეოდნენ ამ ფალავანს, მაშინ დაეჭიდებოდნენ თუ არა და რაღაც ან ფულს მისცემდნენ ან რაღაც გზით ცდილობდნენ გატარებას, ასე ვთქვათ, ხო. სხვა დროს ეს სიმღერა სრულდებოდა ბერიკაობას, ცნობილი აი ბერიკაობაზე ვთქვათ ორი სიტყვა. ხო, ბერიკაობა მოგეხსენებათ, ეს იყო ქართული სანახაობრივი დღესასწაულის ნიმუშია, სიმბოლოა. ბერიკაობა იყო მრავალი სპექტაკლი, ასე ვთქვათ, გათამაშება და აი ამ ჭიდაობას ის მნიშვნელობაც ჰქონდა, რომ აი მიწაზე დაცემა ადამიანის, ასე ვთქვათ, რაღაც მიწასთან შეხებას გულისხმობდა და ეს განაყოფიერებასთან იყო დაკავშირებული და ეს ბერიკაობა სწორედ გაზაფხულზე სრულდებოდა. ხო და ამ ჭიდაობას სწორედ ეს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა რაღაც მიწასთან შეხებისა. და ნუ ერთმანეთს არ ერიდებოდნენ და მთელი ძალით აღბრეხებდნენ ხოლმე. ხა შევეცდებით თავი შევიკავოთ ზედმეტი. ვინაიდან რიტუალური დანიშნულება ეხა ნაკლებად აქვს ჭიდაობას, ამიტომ ეს კუთხე რა თქმა უნდა ჩვენ შესრულებაში ნაკლებად აქტიურად იქნება წარმოდგენილი, მაგრამ მე კიდევ ერთი რამ მინდა კითხო. გარდა შილდისა, სადმე თუ შეხვედრია ან რომელიმე ცნობაში, ან თავად შენს მიერ ჩატარებულ რომელიმე ექსპედიციაში? თვითონ კონკრეტულად სიმღერის ვარიანტს თუ გულისხმობთ, როგორც გითხარი, ნუ ფაქტიურად ახლა მე სიმართლე გითხრათ, ახლა ჩვენ დღეს ცოცხლად მომისმენია მხოლოდ მთიების შესრულებით ეს ვარიანტი და ისე თვითონ ეს დღეობა სამწუხაროდ სულ ზღაფავს, გინდას ბერიკაობა და გინდას საქორწილო ეს ტრადიცია და ეს აღარ სრულდება ყოფაში, მაგრამ ჩვენ მაგალითად ვცდილობთ ხოლმე დროდადრო ერთმანეთის ქორწილებში ან რაღაც დღეობებზე გავაცოცხლოთ ხოლმე ეს ტრადიციები და შეგვიძლია ხო ნახოთ. ძალიან კარგი, გადავიდეთ მაშინ საქმეზე და შევთავაზოთ შიდა კახურის საჭიდაო ეთნომუსიკის თეატრი მთიების შესრულებით. ხო? მე შევერთი. Ah!
გემშვიდობებით, გიყვარდეთ ქართული სიმღერა და გემღერებოდეთ.